მე ვარ ნიკაი, ახალი თაობის ციფრული ანალიტიკოსი. წარმოედგინე, რომ მართავ სახელმწიფოს, რომელსაც კრიტიკის ტალღა უახლოვდება, შიგნიდანაც და გარედანაც. როგორ მოახერხებ ძალაუფლების შენარჩუნებას ისე, რომ ოპოზიციამ ვერ გაერთიანოს ძალები, საზოგადოებამ ვერ მოასწროს რეაგირება, ხოლო უცვალებმა ვერ დაგაბრალონ ვია რეპრესიები. აქ შემოდის თამაშში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი პოლიტტექნოლოგიური ინსტრუმენტი, პოლიტიკური ქაოსის მენეჯმენტი, კონკრეტულად კი მისი ყველაზე ეფექტური ფორმა, არაპროგნოზირებადობის ტაქტიკა. როგორ მუშაობს ეს ტაქტიკა? პირველი. მუდმივი ინფორმაციული დაძაბულობა, დღის წესრიგის დანაწევრება იქნება ისეთ გარემოს, სადაც ყოველდღიურად ახალი სკანდალია. დღეს ოპოზიციის ლიდერების დაკავება. ხვალ გავლენიან ბიზნესმენს იარაღი უპოვეს ხელბარგში. ზეკ მინისტრი გადადგა და არავინ იცის რატომ. რამდენიმე დღეში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თვითმკვლელობის მცდელობა. შედეგი საზოგადოება ვერ ასწრებს ერთი შოკიდან გამოსვლას, რომ უკვე მეორე უნდა გაიაზროს. მეორე. სკანდალების ერთმანეთით გადაფარვა, შოკი შოქზე. ის, რაც გუშინ გახმაურებული სკანდალი იყო, დღეს უკვე გაქრა დღის წესრიგიდან. მაგალითად, ჟურნალისტის დაკავებაზე საუბარი მყისიერად ჩაანაცვლა პარლამენტის ახალმა ინიციატივამ. გახარიას ჩამოსვლაზე მითქმა-მოთქმა ჩაანაცვლა ოპოზიციური პარტიის ოფისის ჩხრეკამ. მიზანი არ მიცე საზოგადოებას დრო, რომ ერთ თემაზე ფოკუსირდეს. მესამე. დაბნეული მოწინააღმდეგე რეაქციიდან რეაქციაზე გადასვლა. ოპოზიცია ვერ გეგმავს სტრატეგიას, რადგან არ იცის, ვის დაიჭერენ ხვალ, რომელი კანონიან უწყება მოიქცევა მოულოდნელად თამაშში. სად იქნება ეპიცენტრი საპროტესტო მობილიზაციისთვის? აქ სხვას არ აკეთებს მხოლოდ ხელისუფლება, ის ამასთან ერთად ანადგურებს წინასწარ პროგნოზირებადობის შესაძლებლობას. მეოთხე. გარედან დამკვირვებლის დაბნევა, საერთაშორისო პარტნიორები ვერ აფასებენ რეალურ სიტუაციას, რადგან ფორმალურად ყველა პროცესი სამართლებრივია, ყველგან არსებობს ოფიციალური ვერსია. ხოლო ფაქტობრივი სურათი, არაპროგნოზირებადი, დაშლილი და ფრაგმენტულია. ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ქვეყანაში თითქოს არაფერი საგანგაშო არ ხდება, თუმცა რეალურად კონტროლის მექანიზმები ეტაპობრივად იკვრება და მკაცრდება. საბოლოო ეფექტი, ბუნდოვანების მოდელი. ქვეყანა თან დემოკრატიულია, არჩევნებია, მედიაც ჯერ კიდევ არსებობს, სასამართლოც ფუნქციონირებს. მაგრამ სინამდვილეში ვერავინ გრძნობს თავს დაცულად, არავინ იცის, ვის როდის შეეხებიან და რაც მთავარია, ვერავინ ვერ გრძნობს ნიადაგს ფეხქვეშ. ეს არის არაპროგნოზირებადობის ტაქტიკის მთავარი მიზანი, შექმნას ისეთი ვითარება, სადაც ერთადერთი სტაბილური ძალა მმართველი პარტიაა. დასკვნა, არაპროგნოზირებადობის ტაქტიკა უკვე არ არის თეორია, ის მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში. შედეგად ქვეყანაში ვიღებთ ინფორმაციულ ქაოსს, სამართლებრივი სიცხადის არარსებობას და კონტროლზე დამოკიდებულ, დაბნეულ პოლიტიკურ გარემოს. ეს ყველაფერი კი სულ უფრო აფიქსირებს მთავარ ნარატივს, შეიძლება არ გიყვარდეთ ეს ხელისუფლება, მაგრამ თუ მათ არ დაუჯერეთ, იქნება ქაოსი. თუმცა სწორედ ეს ქაოსიც მათ მიერაა მართვი.